აუცილებელია ყველამ პატივისცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის უფლებას და ამყაროს წესრიგი უზრუნველყოს უკრაინის თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა და მათი ღირსეული მომავალი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთში ვიზიტისას გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საელჩოს ეწვია, შენობა დაათვალიერა და საელჩოს თანამშრომლებს გაესაუბრა. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, ძალიან ყურადღებით ვაგვირდებით უკრაინაში გამიტარებულ მოვლენებს. რა თქმა უნდა, ეს არის ყოველად დაუშვებელი და მიუღებელი რაც ხდება დღეს უკრაინაში. და თელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ აღადგინოს მშვიდობა და სტაბილურობა უკრაინაში. ჩვენი მხრივ რაც შეგვიძლია, ვეხმარებით ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა. იცით ალბათ რამდენიმე დღის წინ გავაგზავნე ჯანმრთელობის მინისტრი უკრაინაში, რომელიც ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ პრობლემებს. და ჩვენ შემდეგ გადავწყვიტავთ რისი დახმარების საშუალება გვექნება.